გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, გახლავთ თენგიზ დიხამეჯია უზენაეს საბჭოს წევრი კონსტიტუციაზე ხელის მომწერი ძველი ვეტერანი ეროვნული მოძრაობის დღეს ცოტა სხვა ამპლუაში ვარ, როგორც ასეთი დღეს ახლა თავიდან ბოლომდე ალბათ ჟურნალისტის ამპლუაში ვარ ვითავსებდი, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ახლა დღეს ჩვენთან სტუმრად არის გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია საქართველოს თავმჯდომარე, ამავდროულად ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დავიწყოთ ასე ვთქვათ. მე ახლა კიდე გიმეორებთ, ახლა გადაცემები ისეთ თემებზე მიმყავს რა, აფხაზეთი, ცხინვარი, იქ თელი სამხედრო ექიმი ვარ, პროფესიით და ვიცით და ამ თვალსაზრისით დიდი გამოცდილება გაქვთ და ისეთ საიდან დავიწყებ მე ახლა მაინც ყველაფერს ახლა უზენაეს საბჭოს თავის დამოუკიდებლობის ამოცხადების აღდგენის აქტით აფხაზეთში რეფერენდუმი ცხინვალში და ასე შემდეგ ხო მთელი რიგი ფუნდამენტალური საკითხები იყო და ამავდროულად ჩვენს მიერ სიამაყით შემიძლია თქვათ რომ ეს თვითმმართველობის ეს ჩვენ დრო შემოვიდა როგორც ასეთი კი საფუძველი ჩაეყარა და ჟურნალისტიკის კანონიც მაშინ გამოვიდა პარალელურად მახსოვს და ერთ-ერთი დიდი დანაშაული რაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოხდა, ხელისუფლება რომ მოვიდა, ის მე არჩეული ისინი გააუქმა, როგორც ასეთი. თენგიზ თავად ის სამხედრო გადატრიალება, ეს იყო დიდი დანაშაული და შესაბამისად დღესდღეობით ზუსტად ამან გამოიწვია ის პრობლემები, რაც ვიმკით რა. კი, ვიმკით ამას, მაგრამ წამოვიდა ახლა ახალი თაობა, ვისაც აინტერესებს ეს საკითხები და უკვე დღის წესრიგში დგას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან საქართველოს დიდი ხანია გამოსულია და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ სამართლებრივ პოლიტიკიდანაც გასულია ყველანაირად, ყველა მხრივ კოლაფში ვართ. სერიოზული პრობლემები გაგვაჩნია და ამიტომ ჩვენ თუ თავიდან ის ამოსავალი წერტილი არ ვნახეთ სადაც მოხდა დარღვევა და წვეტა არაფერი არ ეშველება ჩვენ ქვეყანას განვითარება არ უწერია და დღეს რაც ხდება ეს არის ფაქტიურად სახელმწიფო სახელი შეუცვალეს, ყველაფერი შეუცვალეს მოხდა ისე რომ ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა მთელი ეს ქონება ჩვენ მაგალითად გამოთხოვილი გვაქვს საჯარო რეესტრიდან ერთლარად გაყიდული ქონება და დღემდე არ მოუწევთ მეოთხე თვე გადის და დაურეკეთ და უთხრათ რა შვებით არ გვაძლევთ ერთი 6 თვე დაგვჭირდა მარტო სიარო ამოვიღოთო და წარმოგიდგენთ მთელი საქართველო არის გაყიდული და შესაბამისად ეს თუ არა აღსდგა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი ჩვენ ამ ყველაფრის დაბრუნება გაგვიჭირდება ამ აღდგენის შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა და აქედან გამომდინარე ის სიკეთეები რაზეც სამართლებრივ ჩარჩოებში მოყვება საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოებში მოყვება ეს იქნება თუნდაც ის გაყიდული მიწების უკან დაბრუნება ყოველგვარი სასყიდლის ასევე ის ვალები რო არის აღებული მილიარდიანი ვალები და ჩვენ დაგვადეს კისერზე ეს არის პუჩისტური ხელისუფლების მიერ აღებული ვალები და შესაბამისად მისი მემკვიდრეები და შესაბამისად ის უნდა ჩამოეწეროს ჩვენს მოსახლეობას ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ამ მიმართულებით იბრძვის შესაბამისად სამართლებრივ გზებს ვეძებთ რომ სამართლებრივად მოხდეს ეს. აი უკაცრავად. აი ძალიან კარგად აღმეცეთ ორი სიტყვით უგებთ ერთმანეთს. აი ამ წესრიგში დაბრუნების პირველი სერიოზული ნაბიჯები დაუშვათ ჩემო ჩაივლის ეს ყველა. აი რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ რომ აი ამ გზას დაუბრუნდეთ. ანუ ჩვენ საწყისიდან ამოვარდით როგორც ასეთი და ამ კალაპოტში რომ დაუბრუნდეთ ამას აცნობიერებს ყველა პატიოსანი პროფესიონალი ადამიანი.
პირველი ნაბიჯები თქვენი. პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ზუსტად ის ნაბიჯები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იქნა გადადგმული. ეს არის მოსახლეობა, მოსახლეობის ნება-სურვილი, ზუსტად ამ ნება-სურვილმა განახორციელა ის, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი და შესაბამისად მოსახლეობის 98%-მა აირჩია უზენაესი საბჭო, აირჩია ზვიადგამსახურდია და საქართველოს პრეზიდენტი. იმის შემდეგ ჩვენს ქვეყანას არც პრეზიდენტი ყოლია, არც ასე რომ იყოლია, მაგრამ ყველა თვითმარქვია იყო და დანაშაულებრივი თუ არჩევნები არ ტარდებოდა ამ ხნის განმავლობაში, კანონი შეცვალეს ერთი კაცის რომ მივიდეს არჩევნებზე, თურმე ეს არჩევნები ჩატარებულად ითვლება. თუ ასეთი არჩევნები რაღაც წარმოიდგინე 70-80% არჩევნებზე არ დადის და უმცირესობის ნება-სურვილზე არის დიქტატი არის უმცირესობის. და აქედან გამომდინარე მოსახლეობა შეცდომაში არის შეყვანილი და მოსახლეობის გადასაწყვეტი არის ეს ყველაფერი, ამიტომ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, ამისთვის არსებობს შესაბამისი გზები, ჩვენ ამაზე დღეს არ მინდა ვისაუბროთ. კი, მაგრამ ერთი ორი შევხვდით, მესმის, ანუ სრული თანხმდება. მე პირდაპირ ვიტყვი რა, თქვენი იმას ანუ ჩემ დასმულ სიტყვას მე უპასუხო, იმიტომ რომ ჩვენ თანხმდებით, რომ ეს გზები უნდა გადაიკვეთოს. უპირველესად რა, ამას და მე მინდა თქვენ მოგცემ გიგელა. უპირველესად ჩემი აზრით, აი არ ვიცი აქ რა მოხდება ამ 4-ში და ამის შემდეგ და შემდეგ, და იმიტომ რომ სულ ბურუსით მოსულია ყველაფერი, იქ უკრაინა, ეს ომები, იქ ევროპატრან, მისი ტრანსფორმა, 1000 მეგობრობის აქტი, სენატის, კონგრესის, ეს სერიოზული თემებია, ამ ყველაფრის შეჯამების შედეგად გამოანათებს რაღაც და გაიფანტება ბურუსი, მანამდე არ გაიფანტება, ეს გამორიცხულია, მაგრამ აქამდე მე რაც მინდა ვთქვა რა, ორი უპირველესი რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, გარდამავალი ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაეტარებინათ სამწუხაროდ. ეს პრეზიდენტთან მქონდა თავის დროზე რაღაც ვითომ გაიგო, მერე ვითომ შემოატრიალა, მერე ისე მიაფუჩეჩა და ორი თემატიკა, რაც აი ამ საწყისში დაგვაბრუნებს, ორი თემი განხორციელების გარეშე, მე ვერ ხედა აქ ვერანაირ მომავალს და განსაკუთრებით იმ თემებში და იმ სამართლებრივ საწყისებში და ეს არის პირველი ლუსტრაციის კანონი და მეორე რეფერენდუმის ჩატარება. აი ეს ორი არის, აი პატარა ბავშვი ფეხს რო იდგამს 100% ეს აი ამის გარეშე ის პარტიები, რომლებიც ახლა გამოვლენ და რაღაც ბუნდოვან რაღაცებს ლაპარაკობენ, გაურკვეველი, უპირველეს ყოვლისა რა, აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, აი ამ საკითხების გარეშე ეს იქნება ან რევანშიზმი, ან კიდე რაღაც ახალ უფსკროლში, ასე ვთქვათ, ამ ხალხის გადაჭრა. კი, ანუ ახალ უფსკროლში, ანუ ეს ძველი ბორკილებს კაცი რო ამსხვრევს, მაგრამ ახალი ბორკილები არ უნდა გაიკეთოს. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და 4-ში იქნება თუ როცა იქნება ჩვენი ხმა ვინც ვიქნებით მიმართული იქნება იმისკენ რომ ეს ორი საკითხი ეს უნდა დადგეს აუცილებლად ჩვენ ვერ მოვახერხეთ პირველი უზენაეს საბჭოს დროს მეორე შემდგომ რა მოხდა ხო დანან ორი სიტყვით ვიტყვი რა შემდგომ ყველა ხელისუფლება ვითომ ამბობდა რომ დამოუკიდებელი თამაშს თამაშობს სხვათა შორის აღიარებდა უზენაესი საბჭოს ასე რომ ვთქვათ ლეგიტიმაციას თავის ვადებში მიშა სააკაშვილსაც მაგრამ რეალურად საქმეზე არ გადადიოდნენ და ეს იყო ფარსი იყო იმიტომ რომ კაცო ლუსტრაციის კანონის გარეშე როგორ ახლა სავსე გატენილი აგენტები რომლებიც დღესაც თავიდან ბოლომდე მართავენ ქვეყანას და 1921 წლის ოკუპაციის შედეგებისკენ მიყავთ ქვეყანა, ხო? ახლა 100%-იანი ხარ, აი ზუსტად ეს არის წარმოუდგენელი ამის გარეშე ქვეყანა და დამოუკიდებლობა სული და ანტირუსული თუ ანტიიმპერიალისტური არის ბლეფი ყველაფერი და საფუძველს პრიბალტიკის ქვეყნები ფეხზე მას შემდეგ პირველი შედეგი არ გახსოვთ საიდან დაიწყო კაზიმირა პროსკენი გახსოვთ? ეს იყო უნიკალური ადამიანი, რომელიც გამოდიოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ხდომაზე და უმაღლეს დონეზე ასრულებდა არა მარტო ლიტვის, არამედ მთელი ბალტიისპირეთის პოსტ-ბალტიისპირეთის ეკონომიურ ფინანსურ პროგრამებს. პოლიტიკაში იმდენად ჯერ ვერ გადადიოდა. თუმცა
ამის შემდეგ ლუსტრაციის კანონი რო შემოიტანეს ბატონო გიორგი ამ ქალბატონსაც შეეხო თურმე და თურმე რა ყოფილა ეცე რაღაც უმნიშვნელო რაღაც მათქო სხვადასხვა სახის თანამშრომლობის აქტებია გაცახლა ერთი და იგივე არ არის უმძიმეს შეთანხმებაზე ხელს რო აწერ და შედარებით სუბუქი ეს ქალბატონი გავიდა თამაშიდან კი წავიდა იმიტომ რომ იმას ღირსება ჰქონდა რა თქმა უნდა ღირსება ჰქონდა და რაც თავარია კუდიანებზე ნადირობა არ დაიწყეს ზოგიერთი ქვეყნები ანუ კუდიანებზე ნადირობა გამორიცხულია არ შეიძლება არავის ნადირობას არ ვწევთ უბრალოდ ყველა უნდა გავიდეს პოლიტიკიდან აუცილებლად ოფიციალური პოსტებიდან ოფიციალური პოსტები ზუსტად ერთი აზრი რა თქმა უნდა კიდე და ასევე იმიტომ ძალიან ადვილია როდესაც მონათევეს სოფხედულობის ადამიანები იკრებებიან და იკვეთებიან და ასევე მეორე ის რეფერენდუმის ამის გარეშე რატო არ ატარებდა რეფერენდუმს ამაზეც იმიტომ არ ატარებდნენ რეფერენდუმის ჩატარება მაგათ ძალაუფლებას ან საგდომრად შეაჯანჯღარებდა ან შეარყევდა ან დაშლიდა და მიზეზი ესე რა იყო უარს რო ამბობდნენ თუ გახსოვთ სანამ თლიანად არ აღდგება ტერიტორიული მიმაზე ეს ნიშნავს იმას რომ სეპარატისტებს ვაძლევთ პოზირებს პლებისციტსაც არ ატარებენ საქმე მაგაში არის უბრალოდ ნახეთ რა არის შედარებით დაბალი კანონში არის დაშვებული რომ რეფერენდუმის და პლებისციტის ჩატარდეს მაგრამ კანონს არ უნდა შეეხოს და ჩვენ როდესაც შევიტანეთ გარკვეულ საკითხებს ეს საერთოდ არ ეხებოდა კანონმდებლობას მაგრამ სამწუხაროდ უარი გვითხრეს სხვადასხვა მიზეზები უარს იმიტომ ამ ძირითადი მიზეზი რა არის კიდევ მეორე სანამ ტერიტორია მაშინ ცხინვალსაც უნდა ჩავატაროთ მაშინ სოხუმშიც უნდა რახანით ვერ ვატარებთ მაშინ ეს თლიანად ამ რეფერენდუმის სამართლებრივ საფუძველს არ ყევს ეს არის ამათი პოზიცია რაც დანაშაულებრივია მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ აფხაზეთის ხელისუფლება არსებობს de facto ესენი არიან და შესაბამისად ამიტომ ეს ორი არის ლაკმუსის ქაღალდი მომავალი მთავრობისთვის კიდე გარდამავალი კიდე გრძელვადიანის ხო თახტებით აი ზუსტად პირველი საკითხი რაც გვიწერია ჩვენ ზუსტად ეს არის საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და ამ საკითხთან მიმართებაში შემდგომში მომდინარეობს დანარჩენი საკითხები მოყვება ამას იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად საკითხს დავაყენებთ სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთელი ეს პროცესები რაც მიმდინარეობს და კერძო ბანკებში არის გადამისამართებული მთელი ქონება ფაქტურად ჩვენ ვართ ბანკების მონებად ქცეული და სახელმწიფო ბანკი უნდა შეიქმნას რომელიც ბანკი იქნება ეროვნული ბანკი არსებობს ეს ბანკი არ არის ეროვნული ბანკი არ არის ბანკზეა საუბარი რომელიც გააკონტროლებს ამ კერძო ბანკებს სერიოზულად ჩაერთვება არა და ეს ეროვნულ ბანკს ევალება თქვენ რასაც ამბობთ არა რამე თუ ეგ არასრულებს თავის ფუნქციას არა ნახეთ რა ჩამორთმეული აქვს ეს ფუნქციები ხო მაგას პოლიტიზირებული ეს ეროვნული ბანკი არა მარტო პოლიტიზირებული უფლებ ანუ გაძარცვული არის ფაქტურად არანაირი უფლებები არ აქვს ეროვნულ ბანკს ამიტომ სახელმწიფო ბანკი უნდა შეიქმნას რომელიც გასცემს დაბალ პროცენტიან სესხებსაც, პენსიებსაც და ასე შემდეგ. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ მოწინავე ევროპულ დასავლურ ქვეყნებში. ნორმალურ სახელმწიფოებში. სახელმწიფო დივიდენდების ფონდი უნდა შეიქმნეს. მე მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის მესაკუთრე და თითოეულმა ქართველმა უნდა იგრძნოს რომ ამ ქვეყნის მესაკუთრე არის და შესაბამისად ის წილი მას ეკუთვნის, მე მეკუთვნის, თქვენ გეკუთვნით. ასეთი ფონდები არსებობს, მაგალითად ალიასკას ცნობილი ფონდი არის, რომელიც პირდაპირ გასცემს თუ რამე ნავთობის შემოსავალი არის, მოსახლეობაზე პირდაპირ გაიცემა კუვეიტის და ასე რომ ვთქვათ და საერთოდ მუსულმანური იმას უკაცრავად თქვენ სასარგებლოდ მუსულმანური იმას განსხვავებით ჩვენგან კიდე გაცილებით ეთიკური ისენი აქვს სესხის გაცემის თვალსაზრისით. იქ სესხის მიღება და ადამიანის ანუ მოყვასის ჩაგდება იწება უდიდეს დანაშაულად. მე შორს რო წავდი აგერ გვერდით რესპუბლიკა აზერბაიჯანზე არის საუბარი აზერბაიჯანშიც არის მსგავსი ფონდი შექმნილი შესაბამისად ის მუშაობს სოციალურ საკითხებზე და ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილი არის აზერბაიჯანში და 25 და 25 მეტროზე ბანდიტური გადასახადები არა ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოსთან ახლა ჩვენ ნავთობით დიდარი ქვეყანა არ ვართ მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი სამაგიეროდ სხვა უზარმაზარი რაღაცა კარგად ვიცით ბატონო ძალიან დიდი რესურსი გაგვაშია და შესაბამისად ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ახლა რა
რაც შეეხება თბილისთან დაკავშირებით, ახლა დედაქალაქი არის მძიმე მდგომარეობაში, ახლა როდესაც დავიწყე საუბარი, რომ პირველი რაც არის ჩვენ ქვეყანაში გამოსასწორებელი, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ კანალიზაცია თუ არ იქნება და წყალმომარაგება არ იქნება დედაქალაქში, სადგინდათ რო წახვიდეთ. ეს არის მისახედი პარიზი და ლონდონი მას შემდეგ განვითარდა, რაც იქ საკანალიზაციო სისტემები მოაწყვეს და დაალაგდა და გამოასწორეს. შემდგომი საკითხი, დედაქალაქის საკვებით მომარაგება. როგორ უნდა მოხდეს? აი დღევანდელი დღიდან რო გადავხედოთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ფაქტიურად კახელი გლექს ატამი ულპებოდა და თბილისში 6 და 7 ლარი ღირდა. ატამი და ჩვენ ასეთი პრინციპი შევიმუშავეთ. ცეკავშირი არსებობდა საბჭოთა პერიოდში კონცერტზე იყო მეგრე. ჩემი მეგობრები ცოტა უზენაესი არტოს წევრი სხვათაშორის. ფორმა შეცვლილი ჩვენ მაგალითად თბილისის მერობის თბილისის შემთხვევაში ხელშეკრულებას გავაფორმებთ. სოფლის მეურნეობაში მომუშავე ფერმერებთან შესაბამისად თბილისში გავდგებით და გავაყიდებთ იმ პროდუქციას. ანუ საბანკო სექტორებში რაც ხდება, მაგის ალტერნატივა იქნება სოფლის მეურნეობა. ოღონდ წამოაპირდაპირ დედაქალაქში და უფრო იაფად გაიყიდება. პენსიებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაქვეყნეთ პენსიებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ახლა თუ გავიმარჯვებთ საკრებულოში და ქვეყნის დედაქალაქის თავი გავხდი, ანუ მართველი, მაგ შემთხვევაში ამ პენსიებთან დაკავშირებით ინიციირებას მოვახდეთ საკანონმდებლო ორგანოში. დღეს რეალური საარსებო მინიმუმი არის 1600 ლარი დღევანდელი გადასახადიდან ერთ ადამიანზე. რამდენი? 1600 ლარი. და როდესაც 350 ლარს აძლევენ პენსიონერს, იმას შიმშილით კლავენ. გაუსაღლისი მდგომარეობა არის. ჩვენ ეს ყველაფერი დავთვალეთ და არის 1600 ლარი. თქვენ იტყვით ახლა 1600 ლარს როგორ იმას 1600 ლარი ძალიან მარტივად შეიძლება გაიწეს. დაგროვებითი პენსია რო არის, რა თქმა უნდა ეს უნდა შეიცვალოს და პრინციპი შვილმა უნდა არჩინოს მშობელი. აი ამ პრინციპის მიხედვით იქნება, ანუ კი არ დაგროვდება, არამედ პირდაპირ მიეცემა პენსია და შესაბამისად შვილიც კმაყოფილი იქნება, რომ ეწოდინება ის ფული საწავი და პირდაპირ თავის მშობელთან რომ მივიდა პენსიონერთან. და ეს პენსია თქვენ წარმოიდგინეთ, წავა პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაში. პენსიონერი სადიყიდის პროდუქციას, ის ხო საზღვარგარეთ პურისაკიდლად არ წავა, ადგილზე. ანუ აქ მოხდება უკვე შიდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ამ დაგროვებითი პენსიიდან გამომდინარე, ყველას კარგად ინვესტიციები მოახდინეს სხვა ქვეყნის ეკონომიკაში. მაგალითად Apple-ის აქციები იყიდეს, ამას რომ მოგება ექნებაო მერეო და Apple-ის ასე რომ ვთქვათ, აქციონერი არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად იმათ თავისი კომპანიის გაძლიერებისთვის ჩადო ეს სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფა და ჩვენ ამ დროს ასე მდგომარეობაში ვართ. შეიძლება რომ ჩადებულიყო შიდა წარმოებებში. შიდა ინფრასტრუქტურაზე ვიცი ამაზე ერთი ამბავი რო იყო იქ პანკეში კინაღა მომირო დაიწყო ჰესებზე კიდე სხვა კიდე რომელზე ლაპარაკობდა ანაკლიაში ანაკლია თავიდანვე გითხარით ხო ანაკლიის პორტზე ანაკლიის პორტში ჩადებულიყო ეს თანხა შესაბამისად მოხდებოდა უკვე აშენებულიც იქნებოდა და გზაც იქნებოდა გასწრებული ხო ახლა რა შეიძლება ანაკლიაზე მეცად თქვა თუ დაასრულეთ თქვენ რაღაც ანუ ეს რაც შეეხება პენსიებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საპენსიო ფონდი ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, პენსიონერისთვის ახლა 10 ლარის მომატება, 20 ლარის მომატება რეალურად არაფრის მომტანი არ არის. თუ არ იქნება საარსებო მინიმუმი, ელემენტარული საარსებო მინიმუმი მათთვის მიცემული. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლაც PR არის, პოლიტიკური PR, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეალური საარსებო მინიმუმი მიეცეს პენსიონერს, რათა ის არ მოკვდეს და ღირსეული ასე რომ ვთქვათ, საპენსიო ასაკი ღირსეულად გაატაროს.
ამაზე ვზრუნავთ ჩვენ და აი ამ მიმართულებით გვინდა. რა თქმა უნდა, დედაქალაქში არის უამრავი პრობლემა, მათ შორის ჩვენ დავიანგარიშეთ და მოსახლეობას შევთავაზეთ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბევრმა ამასთან დაკავშირებით გავკვიცხა კიდევაც ფულის მომტანი არისო საზოგადოებრივი ტრანსპორტიო და ქვეყნებში მე ვიტყვი რომ მაშორის პოსტსაბჭოთაშიც არის უფასო. კი არის, როგორ არ არის, მაგრამ ეს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ ერთი მოგცემს იმის საშუალებას, რომ ქალაქი განიტვირთოს იმ მანქანებისგან, ადამიანმა რო იცის, რომ უფასოა ტრანსპორტი, არ დაждდება იმ მანქანაში და თულა უბრალოდ არ დაიწყებს სეირნობას დედაქალაქში. დაждდება იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და როდესაც ეცოდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მალე მივა დანიშნულების ადგილზე, შესაბამისად უპირატესობას მას მიანიჭებს. აქედან ჩვენ მეორე უკიდურესობას ეგრეთ წოდებულ კონდუქტორებს მოვიშორებთ თავიდან, რომელიც ფაქტურად თითოეული თბილისელისთვის იყო შეურაცხყოფელი. კი, მართლაც. არა მარტო თბილისელისთვის, ახლა ჩვენ რაიონებში გვყავს კანდიდატები, ქუთაისში გვყავს, ზუგდიდში გვყავს. იქაც ვაპირებთ მსგავსი პროექტის განხორციელებას. ყველგან ერთი და იგივე პრობლემა არის. თავდასხმები გზავრებზე და მომსახურება ფაქტურად ნოლს მიღმა. მე ასევე შეკითხვას დაუსვავ საზოგადოებას. თქვენ როდესაც იხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ლარი არის გზავრობა. აპარატზე, რომელზეც ჩვენ ავტომატურად ვიხდით, ის არის საქართველოს ბანკის. არავის არ მოსული აზრად, რა თანხას უხდის იმ ლარიდან მოსახლე საქართველოს ბანკს. თითქმის ნახევარი არის. ნახევარი ამხელა თანხა რჩება. რა თქმა უნდა, მე მაგალითისთვის გეტყვით, გნებავ საჯარო რეესში, გნებავ თბილისის მერიაში, როდესაც დოკუმენტს გამოვიდა. ამ ახლა დაცემ თქვენ რო იდეა გაქვთ, უკაცრავად, აი ამ ბანკში რო შევიდეთ. კი ბატონო, ეს ყველაფერი იქნება ერთ სისტემაში. ამიტომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. ამ ბანკებს ჩამოაშორებთ არა მარტო ამ საკითხს, არამედ მე ახლა საჯარო რეესტრი დოკუმენტის გამოთხოვისას უზარმაზარ თანხას ვიხდით საბანკო მომსახურებაში. 4-5 ლარი არის საბანკო მომსახურების მერიაში წერილი დავწერეთ დოკუმენტის გამოსათხოვად 50 თეთრი ღირდა ის დოკუმენტი და 5 ლარი გადამახტევინეს დანარჩენი მომსახურების საფასური არისო. ცოტა არ იყოს გაოცნებული. ეს არის კორუფცია ფაქტიურად. კორუფცია რა მომსახურება უნდა გქონდეს. ქონდა ბანკს ახლა ჩემთან მიმართებაში. სადაც წარმოგიდგენთ თანხა შემაქი. პირიქით, აი ეს თანხა რო შევიდა იმ ბანკისთვის უკვე მოგება არის. ერთი თეთრიც რო შევიდეს ბანკისთვის მოგება არის, მაგრამ აქედე 5 ლარს მახტევინებს 50 თეთრზე და ეს საინტერესო იდეაა, რომ ბანკებს ჩამოაჭრე და რა თქმა უნდა ესაა მოსაცილებელი, იმიტომ რომ ისა წურბელა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უკაცრავად, იმან რომ დაასა საბანკო სისტემა, ვინ დაასა? ორი კაცი, ივანე მაჩაველი და ილია ჭავჭავაძე იყო გამგზელებელი. ისინი ბიზნესზე კი არ ფიქრობდნენ. ისინი ფიქრობდნენ იმაზე, რომ სოციალური მდგომარეობა ამ სახით გაუმჯობესდებოდა ადამიანისთვის. კი ბატონო, თითეული მოსახლისა. აი ჩვენი არანაირი კომერციული, პერსონალური ზრახვები, მოტივები მათ არ ქონია. ამათგან ესენი არის ჩამოყალიბებული ბანდიტური სინდიკატი, რომელიც ძარცვავენ, ეს არის ფაქტიურად ძარცვის ლეგიტიმაცია. მეტი სხვა ოფიციალურად ძარცვავენ და ოფიციალურად მიიტაცეს ხელისუფლებას, მიიტაცეს და წარმატებულს უძახიან ტელევიზიები და ჟურნალისტები აი ამ ოპერაციას. წარმატებულს, ხო ესეა? კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ის ჟურნალისტები და ის ტელევიზიები ამ სისტემის ნაწილი არის და შესაბამისად იმიტომ არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ასე მდგომარეობაში გვამყოფებენ. აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა კოვიდის პერიოდში 17,000 კაცი მოკვდა, არც ერთი კოვიდით არა გარდაცვლილი და არც გამოუძიებიათ და ცელოფანში გაფორმულები ჩაყარეს მიწაში და ელემენტარულად რა პროცესები მიმდინარეობს ხვდებით. კიდევ აუცილებელი არის ანტიმონოპოლიური სამსახურის შემოღება, ეს მნიშვნელოვანი არის და ასევე
ეს არის დანაშაული, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს სამკურნალო დაწესებულებები გადაცეს. ეს არის ინტერესთა ესე იგივეა უკაცრავად გლებს რო ცხრის ფარაში შეუშვა, ეგ ნებადართული წყემსის ნებადართული. იგივე არის. ეს არის ფაქტიურად ზუსტად მიზეზი იმის, რომ საქართველოში არც ერთი პაციენტი მორჩენილი არ არის. და იმიტომ გახდა სტამბოლში და ევროპაში. კი ბატონო, უბრალოდ აი ელემენტარული რაღაც საკითხი რო აინტერესებდეს, აქ მიღებული ანალიზის პასუხები, როდესაც გარბიან თუნდაც აგერ თურქეთში, იქ სხვა დიაგნოზსვავენ და სხვა აბსოლუტურად სხვა მკურნალო, სხვა მეთოდოლოგია და სხვა რეზულტატია რაც თავარი. რა თქმა უნდა და ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის ყველაფერი ზუსტად ამ დანაშაულებრივი ხელისუფლების სინდიკატის არსებობის გამო და ჩვენ თუ ეს არ მოვიცილეთ, არაფერი არ გვეშვა. მაგრამ ბატონო გიორგი, გასაგებია ძალიან კიდევ ვიმეორებ, სამართლებრივად სოფხედრო იდეალიზმიდან ყველაფერში თანხდებით. მაგრამ როგორ ვიქცეთ ძალად, აი ეს მითხარით. ამ პირობებში თქვენ სადაც შედიხართ, აქ გამარჯვების სანსეს მე დიდს ვერ ვხედავ. თქვენაერი ადამიანები. მე სადაც ჩემნაირების. რა თქმა უნდა, უბრალოდ დღესდღეობით გამოსავალი არის ისევ და ისევ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რა თქმა უნდა, ბრძოლის გარეშე არ შეიძლება ბევრმა არც კი იცის, მაგალითად 2024 წელს ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები რო ჩაატარეს, იქ მეც მინდოდა სურვილი მქონდა არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნები ქვია, მაგრამ არანაირი არჩევნები არ ჩატარებულიო, უამრავი დარღვევები დავაფიქსირე და შესაბამისად დღესდღეობით ჩვენ გავასაჩივრეთ ევროპის სასამართლოში და იმედი გვაქვს ჩვენ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერის იმისათვის, რომ საქართველოში ის ვალდებულებები, რაც აიღეს ამათმა კონკრეტულად ეს სწავლები, მოკლედ გითხრათ. კონკრეტულად გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ფიცდებდა იმ დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა აქ სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად სამ საქმე არ დამთავრდება ბატონებო და ქალბატონებო, არ შეიძლება ფიცის დადება და ასე შემდეგ. ჩვენ ეს დარღვევები ყველაფერი ერთად შევკრიბეთ, გავაგზავნებთ ევროპის სასამართლოში და წარმოებაში მიიღო ევროპის სასამართლო. მიიღო წარმოებაში მიმდინარეობს საქმის წარმოება და ვითხოვთ ყაველაშვილის არჩევნების ბათილაცნობას და რაც თავარია, ყაველაშვილის მიერ თუ რამე გამოცემული არის, ან ვინმე დააჯილდოვა, ან სადმე ხელი მოაწერა, ყველაფრის ბათილობას ვითხოვთ. იგივე ბატონო რატომ არ ეთხოვთ მაგალითად ყალაძესთან მიმართებაში? ყალაძესთან მიმართებაში მე გეტყვით ერთ რამეს, საჩივარი შევიტანეთ ახლა თბილისელებმა ძალიან კარგად იცით რომ თბილისში მაგრო უბედურებები ხდება რა ვიცი მიწების განკარგვა, გაყიდვა, სტატუსის ჩამოქვეითება, რამე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გაუქმება, მიწის სტატუსის გაუქმება. ეს მარტო აი ამ არჩევნებზე მინიმალური საჩივრებია რა ჩვენ გვაქვს დაწერილი. ყალაძეს უჩივით იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისობა როდესაც გამოიტანა სექტემბერში, ეს არის ჩვენი მოქალაქეების თბილისელებს ჯერ კონკრეტული თარიღი თქვით, რომ შეურმა გაიგოს რუსთა როდის იყო? ახლა არ გამოიტანა? კი, ახლა სექტემბერ 1 წუთით გეტყვით ახლავე. 15 სექტემბერს ხო, ახლა იყო. ახლა ხანს თბილისობა რო გამოიტანა 2025 წლის თბილისობა ჩაატარა ისე რომ დაამხويა საარჩევნო სექტემბერში გამოიტანა ოქტომბრის დღესასწაული, რომელიც თითოეული თბილისელისთვის ტრადიცია ანუ 10 წლეულების განმავლობაში. კი ბატონო და ეს თითქოს ნახევარი ეს ეცნებოდა, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ასე რომ ვთქვათ
მოულიდა გლეხი, ჩამოქონდა თბილისში და იაფად იყიდებოდა შემდგომ ეს პროდუქცია. ამ თბილისობის დღესასწაულის ძირითადად დაკვრა ზუსტად ეს იყო, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩამოეტანა თბილისში და თბილისელებს და სოფლის მოსახლეობას ერთად გვეზეიმა დედაქალაქის ქალაქის და პროვინციის და ასე შემდეგ. დღესდღეობით ახლა ჩაატარეს თბილისობა ფაქტურად ვის გადაცეს ეს საპატიო თბილისელობა კაცმა არ იცის ვითო იაფად გაყიდეს პროდუქცია მაგრამ ისე ჩაატარეს რომ ფაქტურად მათ გამოიყენეს წინა საარჩევნო პროპაგანდისათვის და ეს სისხლის სამართლის დანაშაული არის და ჩვენ ეს გავასაჩივრეთ. მიღებულია ხო ეს? კი, ეს გავასაჩივრეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, უწყებათა შორის კომისიაშიც, პროკურატურაშიც, ყველგან შევიტანეთ, არავის არ დავწყვიტეთ. არც ერთი ინსტანცია არ დაგვიტოვებია, არც ერთი ინსტანცია. დღეს რო შეხვიდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საჩივრების რეესტრი არის, მე მგონი მარტო ჩვენი საჩივრები არის იქ დაწერილი და მე მოუწოდებდი სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც ცოტა თვითონაც აქტიურონ თუ არა გამოდის რომ ისინი არაფერს არ ასაჩივრებენ, ისინი ეთანხმებიან ამ ყველაფერს და ასეთი პრობლემები არის. ასევე მე მინდა ხაზი გაუსვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებულები. არც ერთი ორგანიზაცია არ მოსულა, არ უკითხია რა დარღვევა შეიძლება და დაგვეფიქსირებია, რამე ხო არ გვიჭირდა. არც ერთი ორგანიზაცია და შესაბამისად ამაზეც მოვთხოვეთ ახლა პასუხი ეს ორგანიზაციები თუ არაფერს არ აკეთებენ და მაშინ გააუქმო რა თქმა მე ხარეთ იყოს ორგანიზაცია დარეგისტრირებული ამ უწყებათა შორის კომისიაზე ესწრება რამოდენიმე ასეთი ორგანიზაცია და იმის მაგივრად რომ დარღვევებზე ისაუბრონ რამდენი საჩივარი შევიტანე იმდენი დამესებიან სვავებივით და მემლანძღავენ და თან იმას მეუბნებიან საერთოდ არ გიცნობ გვიხარო და ახლა სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელიც ამ ხნის განმავლობაში თურმე აკვირდება არჩევნებს და იმას ეტყვის პარტიის თავმჯდომარეს და მერობის კავშირს საერთოდ არ გიცნობ გვიხარო რას აკვირდებიან ისინი და წარმოიდგინეთ ისინი საბიუჯეტო დაფინანსებებს ღებულობენ ბევრი ასეთი ორგანიზაციები საბიუჯეტო გრანტები აქვს მიღებული და ბოდიშ და ავი ხუჩია ბიუჯეტის ვირთხებს დავარკვევდი კიდე დამატებით ამ ორგანიზაციებს. აი ასეთი მდგომარეობაში მაგრამ ბრძანეთ ერთი და მერე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. თქვენ ბრძანეთ რომ აი რაზეა ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რომ ფიქსირდება შესაბამისად ეს არის გროვდება ერთი მეორეზე და შესაბამისად იმ საერთაშორისო ამი ჩამოხრავს ამას ყოველთვის ამოუწევთ და ლიკვიდაციას გაუკეთებთ მახინჯ ფაქტებს მოვლენებს და შიშის ფაქტორიც აქვს ახლა იმათ ვიც დანაშაულს ჩადის იციან რომ ადრე თუ გვიან იმათ ამის პასუხს აგებენ და ეს დაფიქსირებული რაც არის დაფიქსირებული უკვე ამას ხო ვერსად ვერ გაექცევია ამიტომ ჩემო კარგებო გთხოვთ უყველას აქტიურად ჩაერთეთ იმისათვის რომ ყველაფერი დავაფიქსიროთ და შესაბამისად მოვთხოვოთ შემდგომში პასუხი კი ბატონო მე ერთს ვიტყოდი და ერთ შეკითხვას მეც უპასუხებ და ამეთ მოვრჩეთ თუ რაღაც განსაკუთრებული ბევრი რაღაცა ბევრია უამრავი არის ახლა სასაუბრო ფორმატი მე შემდგომში თუ დირექცია თუ ინებებს სიამოვნებით კიდე გავაგრძელოთ. ახლა ერთი იუმორისტულად მინდა ვთქვა რა, ანუ ახლა ცოტა ბიძინა ივანიშვილი გინესის რეკორდში მარტო იმიტომ შევა რომ ბილდსიტყვაობის მქონე ადამიანი აირჩია არჩევინა პრეზიდენტად და ეს მეორე რო არის სამხარაზე თუ ეს ხომ მარადიული დეპუტატი გახადა კონკურენციას უწევს კალიგულას ცხენს სხვათა შორის ამ თვალსაზრისით მე მგონი ხო კი გავს ის ცხენი საერთოდ ეთყობა რაღაც ცოტა სხვანაირი იყო პოეტური ცხენი იყო და რაღაც მუზებს იმას და ამათ რო შეხედავ რა მუზები უნდა გაგაჩნდეს ცხენთან შედარებას სიმართლეგისგან უხერხული არის ცხენი ცხენს ვერ მივაყენებთ მასეთ შეურაცხყოფას ახლა მაინც 4 ისეც ახლოვდება და მინდა მოკლედ თქვენ რო გასცეთ რა. აი ორი მხარე არსებობს ხო? ერთი ბოიკოტის ასე თქვა მომხრეები, რომლებიც ამბობენ რომ 4-ში უნდა გადავწყვეტ ყველაფერი.
მეორე მხარე არის, რომელიც ამბობს, რომ თვითმმართველობაში აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა გავიმარჯვოთ და ასე შემდეგ დემონტაჟს ვერ მოვახდეთ, მაგრამ შევაჯანჯღარებთ, ხო? და მესამე ბანაკიც არის, რომელიც ამბობს, რომ ესენი ერთმანეთს ხელს არ უშლის. ესეთი ხალხიც არის. აი თქვენ რომელ ბანაკს ბატონ თენგიზო მე ვიტყოდი რომ მეგონი გასაგებად დღევანდელი კანონმდებლობიდან ბოიკოტის გამოცხადება შეუსრულებელი არის, იმიტომ რომ ისე შეცვალეს, ხალხს არ შეეკითხა ერთი ადამიანის რომ მივიდეს არჩევნებზე, ესეთი არჩევნებს ჩატარებულად თვლიან. თუმცა ბოიკოტი იქნებოდა მაშინ შედეგიანი თუ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ერთად შეთანხმებაზე. მე ვიტყვი რომ და საერთო შერეულ სიას დადებდნენ. კი, აი ეს მხოლოდ მაგ შემთხვევაში ეს იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური რეალური, მაგრამ როდესაც 17-მა პარტიამ წინა არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში, რომელზეც რა თქმა უნდა გაყავდა, ორი აზრი არ არსებობს. მაგასთან დაკავშირებით თუ იქნება საშუალება კიდე ცალკევის და 11 პარტია არასწორად იყო დარეგისტრებული, ხო და 18 პარტია 17-მა პარტიამ განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ანუ ახლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაახლოებული პარტია, გვარამია მელიას პარტია განაცხადეს უარი. სხვა დანარჩენმა პარტიებმა ყველა მიიღო ფაქტიურად არჩევნებში მონაწილეობა. თუ ესენი ბოიკოტს აპირებდნენ, ყველა პარტია ერთად უნდა დამდგარიყო, მათ შორის კვალიფიციური იყო თუ არაკვალიფიციური და ამ შემთხვევაში იქნებოდა შედეგი. ჩვენ ვფიქრობდით, მიგვეღო თუ არ მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ როდესაც შევხედეთ ასეთი მდგომარეობა იყო, გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში უნდა ჩავთვლილიყავით, გვეფიქსირებია ეს ფაქტები, ეს დარღვევები და ამ დარღვევებიდან გამომდინარე შესაბამის დროს დაელოდეთ, როდესაც ამის რეალიზაციის საშუალება უნდა დაიდოს, იმიტომ რომ ჩვენ ეს დაგვჭირდება სამართლებრივ ბრძოლაში, იმიტომ რომ დღეს ახლა თქვათ, რომ ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ და ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენ ერთადერთი რაც დაგვჭენია ეს არის სამართლებრივი ბრძოლა, სამართლებრივი ბრძოლა სჭირდება მტკიცებულებები. ჩვენ ეს მტკიცებულებები უნდა შევქმნათ, უნდა დავდოთ. თქვენ უკვე რაც ათქვით, უკვე ეს არის ბევრი მტკიცებულება. კი, მაგრამ აუცილებელია კიდე მეტი უნდა დაგროვდეს. იმდენი უნდა დაგროვდეს, რომ საერთოდ ამათი ხსენება აღარ არსებობდეს. ეს სერიოზული საკითხი არის და ამიტომ ვთხოვ სულ ყველა რეალურად მოაზროვნეთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რაც სამწუხაროდ მცირე არის დღესდღეობით. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვეცით ამის საშუალება, დიდი მადლობას ვუხდი ქართულ ტევეს იმისათვის რომ გვაძლევს საშუალებას მოსახლეობას მიმართოთ, საქმის კურსში ჩავაყენოთ და ხარდაჭერა მივიღოთ ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ თქვენ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ბრძოლაში გამარჯვებას და წარმატება მინდა გესურვოთ და ქვეყანას უსურვოთ წარმატება და როგორც ასეთი ზართული საკითხია რა ეს ყველაფერი გაიხსნება კვანძეს, მე ახლა კვანძეს გახსნას ვეძახი და სამყაროში რაც მოხდება, თქვენ მხოლოდ მაგის იმედი მაქვს, დანარჩენი ახლა ლოკალური საკითხებია, თუმცა ვისაც ჯერავს ამ გზეს სამართლებრივად, კი ბატონო, იომოს ამ თავის უბანზე და თავისი დადოს და თავისი წელის სიმართლე, როგორც ახლა ოთარან თქვრევში რო არის, ილიას გენიალურად და ხო, ერთი პერსონა ომობს, ასე ვთქვათ, თავისი სიმართლე და მაგრამ იმარჯვებს. იმიტომ რომ უფალია სიმართლესთან და ჭეშმარიტებასთან და ამ ასეთი პერსონები ვჯერავს, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ მინდა ახლა დავასახელო, ახლა ეს ხალხი ჩემთვის არ არსებობს. რომლებმაც კოალიციური მთავრობის იდეა დაასამარეს და თუ თაშხიაში არ იყოს დათა უნდა ჩაჯდეს ციხეში, რომ ამ სახით შევიდნენ ციხეში, მე იგივე ხალხი გამოუშვეს. გასაგებია მაგ ხალხი, ეს ხალხიც უნდა ჩამოცილდნენ, ეს მევახშეები, ბანკირები და კიდე რომლებიც ამბობენ, რომ 10 წლის შემდეგ გვეღირსება და 20-25%-დან 25-მდე უნდა ჩამოიყვანოთ ოცნებათა, ასე ვთქვათ, რიცხვი. ეს ადამიანები უკვე თვითლიკვიდაცია მოახდენა, შეიძლება ითქვას და დანარჩენეს პატიოსან ადამიანებს როგორც თქვენ ახართ,
ანთებული ადამიანი წარმატებას უსურვებთ. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, მე მაგს კვანძეს გახსნის იმედი. გარედან დიდი გლობალური ამის შემხვედრი მოძრაობა როდესაც დავიწყებ ჩვენ და შესაბამისი შემხვედრი ისინი იქნება ამ სწორ რეზონანსზე, რეზულტატიც მაშინ იქნება. კარგად ზანდებოდეთ, წარმატებას გესურვებთ და იმედია რომ ის დიდი ამოცანა თავიდან ვთქვით, ის შესრულდება და ამას მერე ეს თემებიც მოვა. ჩვენ ნომერს ვიტყვი თქვენს ნებართვის 11 ნომერი ვარ. მობრძანდით არჩევნებზე და გააფერადეთ 11 ნომერი. დაგვიჭირეთ მხარე იმისათვის რომ დავამარცხოთ აი ეს უჩხული ასე რომ ვთქვათ. კარგად ზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.